სინოდის სხდომა უნდა გაიმართოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მხოლოდ სინოდის გამართვის თარიღი არის აღნიშნული და დღის წესრიგზე აღარაფერია ნათქვამი საქმის კურსში არ არიან არც მღვდელმთავრები. ნინო ჟიჟიაშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს. ნინო, თუ გააკეთეს განცხადებები სინოდის წევრებმა? მიშა წმინდა სინოდის წევრი ეპისკოპოსები, რომლებიც საპატრიარქოში დილიდან იყვნენ შეკრებილი, მათ უკვე დატოვეს ეს ტერიტორია და პირველი კომენტარებიც გააკეთეს მედიასთან. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ხვალ უნდა ჩაინიშნოს და ხვალ უნდა გაიმართოს სინოდის სხდომა საპატრიარქოში და აი ამ ცნობის გავრცელების შემდეგ გავრცელდა არაერთი ინფორმაცია. ჩვენ ვესაუბრით თეოლოგებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ხვალინდელ სხდომაზე შესაძლოა დადგეს ილია მეორის გადაყენების საკითხით, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა არის ძალიან მძიმე და შესაძლოა მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომ ის ჩაანაცვლოს მისმა თანამოსაყდრე მეუფეშიომ, რადგან ახლა აი ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რუსეთს სურს, რომ რაც შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს საქართველოზე და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაზე და აი ამ რეგიონზე, განსაკუთრებით კი საპატრიარქოში. ასევე კიდევ ერთი ცნობა გავრცელდა, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი იყო ის, რომ მეუფეშიომ სთხოვა იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, რომ არ დაეტოვებინათ ქვეყანა და დასწრებოდნენ აი ამ სინოდის სხდომას. შესაბამისად გაჩნდა ძალიან ბევრი ვარაუდი და კითხვის ნიშანი, რომლის შესახებაც თეოლოგები საუბრობდნენ. დღეს იმ ეპისკოპოსებმა, რომლებმაც დატოვეს საპატრიარქო, ყველაფერი უარყვეს. მათ თქვეს, რომ ხვალინდელი სინოდის სხდომა არის გეგმიური შემოდგომით, უწევდათ მათ აი ამ სხდომის ჩატარება და შეკრება და იქნება ჩვეულებრივი არახმაურიანი სხდომა, განსაკუთრებული იქ არაფერი არ განიხილება და ისინი გამორიცხავენ მეუფეშიოს უფლებამოსილების გაზრდასაც. როცა სინოდი არ ტარდებოდა ხოლმე, რატო არ ტარდება? როცა ტარდება. არაფერი არა, მეორე ისაც გვიწევს და ვატარებთ რა ეხა მეორე სინოდს. აბსოლუტურად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქის მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოწვეული სინოდი. სხვა არც მეუფეშიოს და არც ჩვენ არც ერთს არ აქვს უფლება მოვიწვიოთ სინოდი. როგორია პატრიარქის ჯანმრთელობა? ჯანმრთელობა ნორმალური რა. ანუ ის წაულუება ხვალინდელ სინოდის. რა თქმა უნდა, თავმჯდომარეა სინოდის საბავშვო უნდა წარუდგოს. მე უკვე ანუ გამორიცხავთ, რომ ხალხმაურიანი წმინდა სინოდის სხდომა. რატომ უნდა იყოს ხმაური რა, ვერ გავიგე რა. თეოლოგების ზედაყრდნობით რომ არგი ცოდოები არიან ისინიც რა, ეთყობა ხელფასებს იღებენ და იმიტომ აკეთებენ პროგნოზებს. თეოლოგებს ნუ უწოდებთ, მაგრამ შეიძლება დიპლომში უწერიათ. არა, შეიძლება ისაც არიციან რა, რომ იცოდნენ კიდე ხო. არიციან რა, თავისებურად განმარტავენ ეხა. მე არ ვიცი და არავინ არ იცის პატრიარქის გარდა თუ რა საკითხები გადის სინოდის სხდომაზე წინასწარ. როდესაც ჩვენ სინოდის წევრები შევიკრიბებით, უკვე ჩვენ გვეცოდინება რა საკითხები დგას და რა როგორ არის. სანამ ისი უწმინდესობა ცოცხალი ბრძანდება და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. უფლება მოსილებას გადაწყვიტავს მხოლოდ პატრიარქი. შესაძლოა პატრიარქს ჰქონდეს ეს მიღმა, ხო? არა, მისი კომპეტენციას არ გასცდება ასე რომ მეუფეშიო, რასაც აკეთებს ძალიან მოგზალებულად აკეთებს, ასე რომ აი ეს კითხვა გაჩნდა. ყველაფერი კარგადაა. 16 წლიდან სინოდის წევრი ვარ და მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ წინასწარ საკითხებიც მოვილყოფილიყოს. აი არც ერთი ესეთი შემთხვევა არ გასწრებს. ჩვენი ინფორმაციით მეუფეშიოსთვის უფლებების გაზრდაზე უნდა იყოს საუბარი. ხო არა ხართ ამაზე საქმის კურსში? ესე იგი, როგორც წესია ეს ინფორმაცია რომ ვრცელდება, მე როგორც წესი ის არ ხდება და აი თუ გნებავთ ნახოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარ უფლებების გაზრდა არ იქნება, რადგან თქვენ გაქვთ ეს ინფორმაცია. კარგით, მაშინ კიდევ ერთი ინფორმაცია გვაქვს, რომ მეუფეშიომ სთხოვა ევროპისა და ამერიკის ეპარქიებში მოღვაწე მეუფეებს, რომ არ წავიდნენ და დარჩნენ სინოდის სხდომაზე. შეიძლება უფრო სარწმუნო ინფორმაცია იყოს, აგამორიცხავ. და ძალიან კარგი თუ სთხოვა, იმიტომ რომ როგორც წესი მათ პრობლემა აქვს ხოლმე ჩამოსვლის. ხვალ 12 საათზე უნდა გაიმართოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა. ამ დრომდე უცნობია ის საკითხები, რაზე უნდა იმსჯეროს სინოდმა ხვალ. მართალია წმინდა სინოდის წევრები თავად ამბობენ, რომ ეს ჩვეული პრაქტიკაა და ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, მაგრამ როგორც თეოლოგები განმარტავენ, ეს ასე სულაც არ არის და ყოველ შემთხვევაში ეპისკოპოსებს წინასწარ ყოველთვის აქვთ ხოლმე ცნობები და წინასწარ იციან ის საკითხები, რაზე მოუწევთ მსჯელობა. დამატებითი დეტალი ამის შესახებ და დაზუსტებული ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შეიკრიბება სინოდის სხდომა და მათ წარუდგენენ აი ამ განსახილველ საკითხებს.